ჰოლოკოსტი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც სრულიად დაწვას ნიშნავს. იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოვლენა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული სახელმწიფოებრივი სისტემური და გენოციდი. ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი, რაც იმ დროისთვის ევროპის ებრაული მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდა. გარდა ებრაელებისა, ბევრი დამნაშავე უბრალო ბიუროკრატი იყო, რომელიც ბრძანებებს ასრულებდა. ჰოლოკოსტის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის შიდა საქმე. 1948 წელს გაერომ მიიღო გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დაჟინების კონვენცია. დამკვიდრა პრინციპი never again, აღარასოდეს, რაც გულისხმობს მსოფლიოს ვალდებულებას არ დაუშვას მსგავსი ტრაგედიის განმეორება. დასკვნა ნათელია, გენოციდი არ იწყება გაზისკამერებით, ის იწყება სიტყვებით, პროპაგანდით და სტერეოტიპებით, რომელიც ჰოლოკოსტმა გვასწავლა, რომ საზოგადოება ერთ კონკრეტულ ჯგუფს არა ადამიანებად წარმოაჩენს. ეს არის პირველი ნაბიჯი მათი ფიზიკური განადგურებისკენ. დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნა ემსახურება ტოლერანტობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. ის გვახსენებს, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები მუდმივ ყურადღებასა და დაცვას საჭიროებს.